ხშირად გვეუბნებიან, რომ მოდა ზედაპირულია, რომ ეს მხოლოდ ქსოვილია, რომელიც ხელს ფარავს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მოდა ჩვენი შინაგანი სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მანიფესტია. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი unclothed cognition. ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ სამოსი ცვლის არა მხოლოდ იმას, თუ როგორ გვხედავენ სხვები, არამედ იმასაც, თუ როგორ ვფიქრობთ საკუთარ თავზე, როდესაც ჩვენ ვიცვამთ გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მქონე სამოს, ჩვენი ტვინი კვეცნობიერად ირგებს იმ თვისებებს, რასაც ეს სამოსი განასახიერებს. თქვენი პიჯაკი არ არის მხოლოდ ნაჯერი, ის თქვენი ჯავშანია, მაღალი ქუსლები არ არის მხოლოდ სიმაღლე, ის თქვენი ვერტიკალია სამყაროსთან მიმართებაში. მოდა არის ენა სიტყვების გარეშე. სოციოლოგი გეორგ ზიმელი ჯერ კიდევ საუკუნის წინ ამბობდა, რომ მოდა არის მარადიული ბრძოლა ორ სურვილს შორის. სურვილი იყოთ სხვების მსგავსი და ამავდროულად იყოთ უნიკალური. ჩვენ არ ვირჩევთ ფერებს შემთხვევით, ჩვენ ვირჩევთ იმ განწყობას, რომლის ტარებაც იმ დღეს გვსურს. მოდა არის ფსიქოთერაპიის ფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყოველ დილით ხელახლა გამოვიგონოთ საკუთარი თავი. მაგრამ იცით რა არის სტილის ნამდვილი ტრაგედია და სილამაზე? ის რომ სამოსი ყოველთვის გვაკლდება, ჩვენი სული ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი კაპა, რომელსაც ვიცვამთ. საბოლოო ჯამში კი მოდა არის ადამიანის ამბოხი დროის წინააღმდეგ. ჩვენ ქმნით სილამაზეს იქ, სადაც ყველაფერი წარმავალია. სამოსი ეს არის ჩვენი მცდელობა მატერიაში გადმოვიტანოთ ის, რაც უხილავია. ჩვენი ტკივილი, ჩვენი ამბიცია, ჩვენი სიყვარული. სტილი არ არის ნივთების გროვა. ეს არის საკუთარი თავის პოვნის გამბედაობა იმ სამყაროში, რომელიც მუდმივად გვაიძულებს ვიღაც სხვას დავების გახსოთ. და როცა სარკის წინ დგახართ, გახსოვდეთ, თქვენ არ იცვამთ იმიტომ, რომ სხეული დაფაროთ. თქვენ იცვამთ, რომ სამყაროს დაანახოთ თქვენი სულის ავტოგრაფი. მოდა ქრება, ქსოვილი ცვდება, მაგრამ ის ენერგია, რომელსაც თქვენ სამოსში აგსოვთ, არასოდეს იკარგება.